მე მინდა რომ ერთი ისეთი კვირა დადგეს, ნუ დღეების შეიძლება დადგეს, როცა ჩვენ სასამართლოდან არ გვექნება ჩართვა. რაც ესეთი პოლიტიკური რეალობა ხო შეიძლება გვინდოდეს, მაგრამ არა. ყოველდღე სასამართლოები დატვირთულია. ნინო მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. რა ხდება დღეს სასამართლოში და როგორ მიმდინარეობდა გვარამიას პროცესი? ეს ეგრეთ წოდებული პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მოსამართლე ლევან გელოვანს არ დაუსრულებია პროცესი. რა ხდებოდა დღეს სასამართლოში? არაფერი ისეთი, რასაც ჩვენ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში არ მივეჩვიეთ თბილისის ეგრეთ წოდებული საქალაქო სასამართლოს შენობაში. გარდა იმისა, რომ ეს არის ცალსახად პოლიტიკური სარჩულის მქონე ეგრეთ წოდებული საქმე, რომელსაც არ გააჩნია არავითარი საფუძველი, დღეს ნიკა გვარამიას პროცესზე დაცვის მხარემ წარმოადგინა ძალიან კაფიო და ძალიან არგუმენტირებული დასაბუთება იმის, რატომ არ შეიძლება ამ საქმის განხილვა სამართლებრივ წრეშიც კი. ეს არის აბსურდული საქმე, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით უკვე დღეს, რომ არსებობს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდაღობათა კოდექსის ნორმა, ასევე არსებობს სისხლის სამართლის დარღვევათა ნორმა. ეს არის თანაბარი იერარქიის მქონე ნორმები და საქართველოს კანონმდებლობით არ შეიძლება განიხილებოდეს ეგრეთ წოდებული შესაძლო დანაშაული უფრო მძიმე, ანუ სისხლის სამართლის დარღვევათა კოდექსის შესაბამისად, მაშინ, როდესაც ჯერ არ მომხდარა იგივე შესაძლო დანაშაულის განხილვა ადმინისტრაციული კოდექსის ფარგლებში. ანუ არაფერი ახალი არ ხდება. ხდება ის, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს ყველანაირად გააჩეროს ოპოზიცია, გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში ბუნებრივად არსებობს. და უბრალოდ ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება ვერ მიხვდა იმას, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოებას არც მისი და არც რუსეთის გავლენების წინააღმდეგ არ აპირებს ეს საზოგადოება გაჩერებას. ეგრეთ წოდებული პროცესი, როგორც კი დასრულდება, მე დარწმუნებული ვარ იმის მიუხედავად, რომ 2x2-4-ას დონეზე მარტივ საქმესთან გვაქვს ჩვენ აქ საქმე და ეს საქმე სამართლებრივად იმდენად უსაფუძვლოა, რომ დღესვე შეუძლია მოსამართლე ლევან გელოვანს ეს საქმე შეწყვიტოს. მე არ მაქვს არავითარი მოლოდინი, რომ ეს მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და ალბათ კიდევ ერთხელ ვიხილავთ იმას, რას ნიშნავს რეჟიმის დროს ეგრეთ წოდებული სასამართლო. უსამართლო სასამართლო. სხვა არაფერს. როგორ უყურებ მათ შორის, როგორ უყურებთ აი გირავების საკითხს, რამდენად ცენტრალური საკითხი არის ეს და რამდენად ჩამოყალიბებული აქვს თქვენს პარტიაში, კოალიციაში ამასთან დაკავშირებით შეხედულებები? კი ბატონო, კოალიციაში შეხედულებები ჩამოყალიბებულია. პირველი იყო ზურა ჯაფარიძე, რომელმაც განაცხადა და ეს ცალსახად მისი სტანდარტული განცხადება და ის ყოველთვის ასე იქცევა, ის არ ცნობს რეჟიმის ხელისუფლებას, შესაბამისად არ აპირებს არავითარი უსამართლო გირაოს გადახდას, არც ამ გირაოს არ გადაიხდის ზურა ჯაფარიძე, რომლის პროცესიც 22 მაისს არის ჩანიშნული 3 საათზე და შესაბამისად კოალიციის არც ერთი სხვა ლიდერი არ გეგმავს და არ აპირებს რეჟიმთან თანამშრომლობას, თუნდაც გირაოს გადახდის გზით. ნებისმიერი ეგრეთ წოდებული დათმობა რეჟიმისთვის არის რეჟიმთან თანამშრომლობა. მათ შორის იმ ნაწილშიც, რომ არ შეიძლება მიხვიდე კომისიაზე, რომელსაც წარმოადგენს ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური პარლამენტი, ეგრეთ წოდებულ კომისიაზე მიხვიდე, არ არის არავითარი საფუძველი იმის, რომ გადაიხადო გირაო, რომელიც არის უსამართლო და შესაბამისად ჩვენი კოალიციის არც ერთი ლიდერი არ აპირებს კოცებისთვის არავითარ კომპრომისზე წასვლას კოცებთან. რა როგორ ხედავთ ნინო აი ამ ბრძოლის რამდენიმე კვირიან და რამდენიმე თვიან პროცესს, რომელიც შემდგომში იქნება წინ 26 მაისია, ზაფხული მოდის, ეს თვეები რთულია მათ შორის, მაგრამ აუცილებელია რაღაც სახით აშკარა ოპოზიცია ასე ხედავს პროტესტის გაგრძელება და რუსთავაზეც არ ცხრება ეს პროტესტი. თქვენ როგორ ხედავთ ამ დინამიკას და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს? მე პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ პროტესტმა გაუძლო ისეთ მძიმე ამინს, როგორც ჩვენ მქონდა დეკემბერში, იანვარში, თებერვალში და მოახლოებული ზაფხული მხოლოდ და მხოლოდ გაუმჯობესება იქნება იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც უკანასკნელი 173 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში დგას რუსთაველზე, იქნება ეს თუ მონაწილეობს ნებისმიერ სხვადასხვა სახის საპროტესტო მსვლელობაში, მარშში და ეს ადამიანები არ თმობენ საკუთარ პოზიციებს. ჩვენც მათ შორის პოლიტიკოსებიც ვართ ამ ადამიანების გვერდით მაქსიმალურად, როდესაც და რამდენჯერაც ჩვენ შეგვიძლია და მე ვფიქრობ, რომ პროტესტზე ვერ იმოქმედებს ვერავითარი განგრძობითობა, იმიტომ რომ საქართველოში საზოგადოება მაჩვენა, რომ შესაძლოა საქართველოს დამოუკიდებელი ისტორიის განმავლობაში პირველად, მაგრამ დღეს საზოგადოება მზად არის, რომ საკუთარი ინტერესებისთვის, საკუთარი დემოკრატიული განვითარებისთვის კიდევ რამდენიმე თვეც იდგეს, მანამ სანამ რეჟიმი არ ჩამოიშრება და ის რომ რეჟიმი ჩამოიშრება, ეს არის გარდაუვალი. შიდა ლეგიტიმაციის არ მინიჭება, თავარი საკითხი.
რომელიც დგას რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე, მათ შორის თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში არ მონაწილეობაზე და ამ შიდა ლეგიტიმაციის არ მინიჭებით საგარეო სანქციების დაჩქარება და ჩვენ ხედავთ, რომ საგარეო სანქციები არათუ გზაშია, არამედ მოქმედებს უკვე და ეს პრობლემას ქმნის ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის, როგორც ინდივიდუალურად, ასევე პრობლემას ქმნის საგარეო ლეგიტიმაცია, რომელიც მათ არ გააჩნიათ. იმის მიუხედავად, რომ ცალკეული არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები ყველანაირი გზებით ცდილობენ მოიპოვონ ეს საგარეო ლეგიტიმაცია, ისინი ამას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, საზოგადოებაც, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში პროტესტის ძალას და მთავარ საყრდენს წარმოადგენს, ეს საზოგადოებაც მზად არის იმისთვის, რომ კიდევ 174 დღე იქნება ეს თუ გაცილებით ნაკლები თუ შესაძლოა მეტიც იდგეს საკუთარი ინტერესების დასაცავად. მანამ სანამ არ მივახცევთ საბოლოო მიზანს. საბოლოო მიზანი ეს არის პატიმრების, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება უპირობოდ და ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ საქართველოში ქართული ოცნების ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი ელექტორატი. და ბოლოს არჩევნებზე უნდა გკითხოთ, აუცილებლად ეს თემა მაინც ტრიალებს. თქვენი პარტიის პოზიცია კი ვიცით ამასთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა გკითხოთ თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინცაც ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, ან ამბობს, რომ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. როგორ უყურებთ, ეს გამყოფი საკითხი არის, წითელი ხაზია? ეს ნამდვილად არის გამყოფი საკითხი და ნამდვილად არის წითელი ხაზი. მე ძალიან წუხარ, რომ გახარიას პარტიამ, რომელსაც რეალურად ჰქონდა შანსი, რომ ეჩვენებინა, რომ ის ნამდვილად ოპოზიციური პარტია არის და არავითარ რაღაც ჩრდილოვან თამაშს არ თამაშობს ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ხელისუფლების, არალეგიტიმური ხელისუფლების სასარგებლოდ. ძალიან წუხარ, რომ გახარიას პარტიას აქვს ჩამოყალიბებული აზრი, რომ ისინი აპირებენ თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობას. ვერ ვიტყვი, რომ ეს პირადად ჩემთვის ინდივიდუალურად იყო გაკვირვების მომტანი, თუმცა ბულდასაწყოთი ნამდვილად არის. რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც არ არიან ესეთი მკაფიოები საკუთარ გადაწყვეტილებაში, გულწრფელად მიმაჩნია, რომ ამ პარტიებმა რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მკაფიო პოზიცია. განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც საზოგადოებიდან მოდის ძალიან მკაცრად დაყენებული პირობა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა იქნება ღალატი იმ იდეალების, იმ ინტერესების და პირველ რიგში იმ უკანონო რეჟიმის პატიმრების, რომლებიც რეჟიმს დღეს ციხეში ყავს გამოწყდეული და პირველი, ვინც ამას აჟღერებს თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ვინც აპელირებს ყველაზე ხშირად და ძალიან სამართლიანად ვინც აპელირებს, ესენი უპირველეს ყოვლისა არიან რეჟიმის უკანონო პატიმრების ოჯახები. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ნებისმიერი გარიგება იქნება ეს მიზანმიმართული თუ უნებლიე გარიგება ქართულ ოცნებასთან, რაც გამოხატული იქნება თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობით, ჩამოშლის იმ ღირებულებებს და იქნება იმ ადამიანების ღალატი, რომლებიც რეჟიმს ყავს დაპატიმრებული. მადლობა ძალიან დიდი ნინო გოგინაშვილი. მოგუწოდებ ყველას, რომ კაფიოც გამოვთქვან საკუთარი აზრი. მადლობა დიდი